თემა, რა თქმა უნდა, ტელეკომპანია იმედის მუშაობის შეჩერებაა. იმედი დროებით დაიხურა გიორგი თარგამაძე, ზეწოლაზე საუბრობს არხის საზოგადოებრივი პოლიტიკური რედაქციის ხელმძღვანელის განცხადებით, არ არსებობს იმედის ჟურნალისტების უსაფრთხოების არანაირი გარანტია. ამ განცხადებამდე არხი დატოვა. თარგამაძის საავტორო გადაცემის 6-მა წამყვანმა ჟურნალისტმა, მიზეზად კი მფლობელის პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში ასეთი მეთოდები ჩართვა გახდა. ქრონიკის ჟურნალისტებიც ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მოგვარდეს მფლობელის საკითხი. არჩევანის სტუმრები არიან ნინია კაკაბაძე, ლაშა ტუღუში, გიგი თევზაძე, გია ჭანტურია და ასევე ნუგზარ ციკლაური, რომელიც კურიერის სტუდიიდან ისაუბრებს. საღამოშვიდობისა მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ ლაშა, თქვენ მინდა დაგისვათ პირველი შეკითხვა და საერთოდ ყველა სტუმარს მინდა ეს შეკითხვა დაუსვათ. დღევანდელი დღის შემდეგ იმედთან დაკავშირებით რა დარჩა მთავარი შეკითხვა, რომელიც თქვენ გაგიჩნდათ? მთავარი შეკითხვა დარჩა ის, თუ როდის დაბრუნდება იმედი ეთერში, ანუ როდის განაახლებს მაუწყებლობას, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მიუღებელია ამ ტელეკომპანიის გაქრობა კვლავ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გაზეთის პოზიციიდან გამომდინარე, ჩემი პირადი პოზიციიდან გამომდინარეც მე ტელეკომპანიაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, მხარს უჭერდი და ვაპროტესტებდი, ჩვენ ვაპროტესტებდით ძალიან მკვეთრად იმ ბარბაროსობას, რაც მოხდა 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით. დღესაც ძალიან შეწუხებულები ვართ, იმიტომ რომ კვლავ გაითიშა იმედი, რაც ძალიან სულია და მე სოლიდარობაზე მხარდაჭერას უცხადებ მთელ კოლექტივს. მე მგონი დაახლოებით 500 კაცი მუშაობს, როგორც მე ვიცი. ამიტომ კითხვა მთავარი ჩემთვის დღეს ეს არის. აუცილებლად უნდა მოგვარდეს, დარწმუნებული ვარ, უნდა მოგვარდეს მესაკუთრის პრობლემა, როგორც დღეს საუბრობდნენ ჟურნალისტები. აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს უფრო კაფიოდ იმისათვის, რომ საზოგადოება უფრო ნათლად დაინახოს სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხი. ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე უნდა ბევრ შეკითხვებზე სხვა ტიპის, როგორც არის ის, რაც თქვენ ზანეთ, რომ არსებობდა შანტაჟი, დაშინება, მუქარა, გადაბირების სხვა ფაქტები, ამასთან დაკავშირებითაც მე ვფიქრობ, რომ დღეს თუ არა ხოლმე აუცილებლად უნდა გაიცეს პასუხი. ხო, ამაზე გიორგი თარგამაძემ ისაუბრა თავის გამოსვლაში და თქვა, რომ არ არსებობს არანაირი გარანტია ჟურნალისტების უსაფრთხოებისა. ნინია, თქვენი აზრით რა მოხდა ტელეკომპანია იმედში? უკვე მეორედ დაიხურა ეს ტელეკომპანია. ნათალია ამბობენ, რომ დროებით. სამწუხაროდ ჩემი აზრი არ ვიცი აქ შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია ესეთი შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია, რომ ჩვენ ფაქტებით ვიხელმძღვანელოთ. აი მაგალითად, როდესაც ლაშა ამბობს, რომ ოდესმე იმედი მაქვს, რომ პასუხი გაეცემა იმ კითხვებს, თუ რა სახის შანტაჟი ხორციელდებოდა ჟურნალისტებზე, იყო თუ არა ასეთი. დღეს ძალიან ბევრი მითი თუ რეალობა არსებობს ამის ირგვლივ შექმნილი, მე როგორც მაყურებელმა მე არ ვიცი ეს მართალია თუ ტყუილი, ამაზე პასუხი უნდა გამცენ ჟურნალისტებმა, მაგრამ რატომღაც ჟურნალისტებს არასოდეს არ ყოფნით იმის გამბედაობა, როდესაც ისინი ტოვებენ ერთ არხს, ისაუბრონ ყველაფერზე ძალიან ღიად. ისინი ყოველთვის იტოვებენ უკან დასახებ გზას, უკან დასახებს არ არის აუცილებელი იგივე ტელეკომპანიაში მისაბრუნებელს, არამედ სხვა ტელეკომპანიაში გადასაადგილებელს. ამიტომ ჟურნალისტები თავად უნდა დაეჩვიონ პირველ რიგში ღიად საუბარს და როდესაც ისინი აცხადებენ პრეტენზიას, რომ სიმართლისათვის იბრძვიან და სურთ სიმართლის განცხადება, მაშინ ისაუბრონ მთლიანად. ნინია, თქვენ დაგჭართ დაბეჭდილება, რომ დროების უკვე ყოფილმა ჟურნალისტებმა დღეს იმ პრესკონფერენციაზე ამოწურავი პასუხი სამწუხაროდ დღეს ჩემი განწყობა რამდენჯერმე შეიცვალა. თუ კი ეს არხი მართლაც იხურებოდა საღამოს, მაშინ მე უკვე ვეღარ დავინახე იმის აუცილებლობა დღეს რატომ გამოეთიშნენ მას დაანჩენი 6 გამოეთიშა მათ დაანჩენი 6 ჟურნალისტი. ეს რასაკვირველია, ბადებს ეჭვს, რომ ეს გათიშვა მოხდა იმისათვის, რომ მათ გარანტირებული ადგილები შესთავაზონ სხვა ტელეკომპანიებში, როგორც ეს სხვა შემთხვევაში მოხდა. მაგალითად, აუცილებლად უნდა გავაკეთო ამაზე კომენტარი, არ შემიძლია ვასე არ დავტოვო, დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს
ინგა გრიგოლიას ასე ვთქვათ კომენტარი მასთან დაკავშირებით თუ რატომ დატოვა მან იმედი და რატომ გადმოვიდა რუსთავი 2-ზე მან თქვა რომ როდესაც გავიგე რომ ბადრი პატარკაციშვილი კენჭს იყრიდა პრეზიდენტობის კანდიდატობაზე მე ჩავთვალე რომ მე აღარ მექნებოდა მორალური ვერ ვიქნებოდი თავისუფალი და სხვა გზა არ დამრჩებოდა რომ ავყოფილიყავი სუბიექტური და მიუკერძოებელი მაგრამ ის გადავიდა მიხეილ საბეურე კანდიდატის ტელევიზიაში ამიტომ ძალიან ფარისეულური განცხადებები უკვე ძალიან დამღლელია ჩვენთვის როგორც მაყურებლისათვის ამას სრული პასუხისგებლობით ვამბობ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არავინ არ იბრძვის სიმართლისათვის სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში იბრძვიან ან საკუთარი თავის გადასარჩენად ან კი ერთი გუნდის საწინააღმდეგოდ და მეორე გუნდის სასარგებლოდ მე აქვე მინდა განმარტო მე შევთავაზე დროების უკვე ყოფილ ჟურნალისტებს სტუდიაში მოსვლა აგრეთვე ქრონიკის ჟურნალისტებს მაგრამ მათ არ ისურვეს ვერ მოახერხეს ერთი სიტყვით ისინი დღეს არ არიან ამ სტუდიაში ნინია საუბრობდა რომ ჟურნალისტებმა რაღაც ვერ თქვეს თქვენ დაგჭათ ასეთ შთაბეჭდილება ხო მე საერთოდ ცოტა უფრო შევეხები სხვანაირად იმ თემას მე მინდა თქვა ეგეთი რამ რომ როცა მათი ხელმძღვანელობის კერძო თქვა გიორგი თარგამაძის განცხადება არ ემთხვევა რიგითი ჟურნალისტების განცხადებას ეს უკვე ძალიან საინტერესო არის ხო თავისთავად ძალიან დიდებაში ერთ პატარა ჩართოს მაპატი ეგია მერაბ მეტრეველმა გააკეთა ყველაზე ადეკვატური განცხადება რომელმაც თქვა რომ ბადრი პატარკაციშვილის აი ეს ჭუჭყიანი მახინაციები ჩვენთვის არის მიუღებელი და აგრეთვე მიუღებელია ის ზეწოლა რომელსაც ჩვენზე ახორციელებს თქვა ხელისუფლება ყველაზე საღი განცხადება სადაც ორივე მხარე დაადანაშაულა გააკეთა მერაბ მეტრეველმა გიორგი თარგამაძის განცხადება იყო სრულიად მიუღებელი რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის ამ უზარმაზარი ავაზაკის ინტერვიუს შესახებ თქვა რომ ეს იყო ბადრი პატარკაციშვილის ირგვლივ ატეხილი გაუგებრობა რა იყო აქ მისთვის გაუგებარი ჩემთვის ძალიან საინტერესო რა თქმა უნდა ჩვენთვის არის გასაგები ნინია რაც არის გიორგისთვის გაუგებარი რაც არაფერი გაუგებარი გიორგი თარგამაძე ელემენტარულად არის ჩვეულებრივი ბადრი პატარკაციშვილის მოადგილე ესე შემილია ვთქვა იმიტომ ხა ეჭვი მეპარება იმაში რომ რა თქმა უნდა შეიძლება რიგითმა ჟურნალისტებმა ბევრი რამ არ იცოდნენ თუ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში რომ გიორგი თარგამაძე აბსოლუტურად საქმის ხუში იყო ყველაფრის თუ რა ბინძური თამაში აპირებდა და კიდევაც აპირებს სხვათა შორის და მე მგონია რომ ეს თამაში ბატონი ბადრის და ბატონი გიორგის აი იმ გეგმას რომელიც სხვათა შორის ხელბახიანმა გააცნო მოსახლეობას ქართულ მოსახლეობას მე მგონი რომ მაინც უცვლელი რჩება რა დოზით არ ვიცი ხა იქ იყო რაღაც გეგმა A გეგმა B ალბათ არის კიდე C და D მათთვის ყოველ შემთხვევაში ის რომ გიორგი თარგამაძე არის ზუსტად იმ პოლიტიკის გატარებელი რაც პოლიტიკას აწარებდა ბადრი პატარკაციშვილი იმედზე ეგ ცხადზე ცხადია თვითონ იმედის რეალობაში ხა მე მართლა ვერ ვიტყვი უამრავი მეგობარი მაგრამ არნიანი ჟურნალისტები ჩემი მეგობრები არიან და უმრავლესობა ვისაც ვესაუბრე ყველამ ალბათ უმრავლესობა ალბათ ყველას ეგრე არის რომ მათ აი ეს გადაწყვეტილება არხის დახურვის შესახებ მათ არ იცოდნენ ამიტომ შეიძლება ისიც იყოს მე ვერსიას ვამბობ რომ ამ ჟურნალისტების წასვლა და მანამდე შექმნილი შიგ და ატმოსფეროც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისი რომ ხელმძღვანელობას და კერძოდ ხა დარწმუნებული ვარ გიორგი თარგამაძე ხელმძღვანელობდა ბოლო პერიოდში და ალბათ კიდევ ვიღაც ერთი უჩინარი ჟარგონს ვიხმარ პიარში კი შემილია ხა ფანტაზიის დონეზე თქვა ვინც შეიძლება და ყოფილიყო მართავდნენ თავად ტელევიზიას ისე რომ ეგ ვერსია შესაძლებელი არის რომ გადაწყვეტილება იმედის დახურვის შესახებ მიიღეს მასმედია გიორგი თარგამაძემ იგივე თქვა ასეთი რაღაცა ეს არის არხის გადარჩენის შესაძლებლობა და კითხვები ალბათ ჩდება იქაც არხის გადარჩენის შესაძლებლობა ჟურნალისტი ამბობს რომ არ გეგმების გადარჩენის შესაძლებლობა ისი ტელეკომპანიის ჟურნალისტების უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს ეს ცოტა თვითონ გამოწვეული ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ნახეთ თუნდაც ის ფაქტები, როდესაც ნოემბრის ამბების დროს თუნდაც იგივე დაიხურა იმედის არხი და ჩემი აზრით ესე იგი ვინაიდან არსებობდა მსგავსი სამუშაოები იყო ჩატარებული
საშიშროების და კერძო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გარკვეულწილად ჩემთვის ნათელი ხდება უფრო მეტად თუ რატომ იყო საჭირო იმ პერიოდში ამის გატარება. ჩემთვის გარკვეულწილად ხა ფორმა მსგავსი რაღაცები ძალიან უფრო ეხლა ვილაპარაკეთ ბევრ დროს დაგვარქვეს. მაგრამ იცით ისი თქმა მინდა რომ გადარჩენა არქის ფორმაზე საუბარეთ, თორემ მაშინ ყველა დაიხურა დროებით, ყველა საინფორმაციო ხო, რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ იყო გარკვეული, ეხლა თუ მივაბამთ იმას, რომ ისაც ჩვენ გუშინ და გუშინ წინ გავიგეთ, იცოდა ხელისუფლება მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ადეკვატური საუბარი შედგა სამეთო. ხო, შემთხვევაში ამის სერიოზული ეჭვია. ინია სხვაშორის ზუსტად ამ სტუდიაში მე ექსავით ლაშაზის იქვიჯექი და ერთ-ერთი ვერსია გამოვთქვი, რომ ალბათ მეთქი შეესწებიან რაღაც მსგავსის გაკეთებაზე, მაშინ ალოგიკური მიწოდე და ალოგიკური ვიყავი, იმიტომ რომ ეს არ იყო ალოგიკური იყო, რომ გამოვთქვი ვერსია, მაშინ დარწმუნებით უნდა მეთქვა, რომ ეს ნამდვილად ეგრე არის. თუმცა ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ჩემის აზრით, იმედის დახურვა ეს არის ტელეარხის გადარჩენის არანაირი გზა, ეს არის კიდევ ერთხელ მეორე ბადრი პატარკაციშვილის გეგმების გადარჩენის ერთ-ერთი გზა, ვითომ უკან დაახევა, არ ვიცი ხა მე ბატონი ბადრივით ვერ ვაზრობ. ბატონი, რატომ დაიხურა თქვენი გეგმები? მოდი აქედან დავიწყოთ, რომ აქცენტებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მით უმეტეს როდესაც ვლაპარაკობთ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებზე. ერთ-ერთი ვერსია იმედი რატომაც დაიხურა, ახლა მაგალითად ლაშან თქვა, რომ იმედი დაიხურა მეორეჯერ, ხო? ეს არ არის ერთი და იგივე რიგის მოვლენები, ხო? ერთხელ ის დაიხურა ხელისუფლებამ, მეორეჯერ ის დაიხურა საკუთარი ნებით, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომაც თუ შეიძლება ალბათ რაღაც პრობლემები არის საკუთარი ნებით როდესაც ტელევიზია საკუთარი ნებით ამბობს რომ იხურება ამას უნდა კონდეს სერიოზული მიზეზი. რა თქმა უნდა ამას აქვს სერიოზული მიზეზი, ამას აქვს თუნდაც დაუშვათ ის მორალური დაწოლა, რომელიც აი იმის პატარკაციშვილის ასე ვთქვათ ინტერვიუების და გელბახიანის ინტერვიუების ჩვენების შემდეგ კონდათ იმედი ჟურნალისტებს ძალიან ძნელია ხო იმუშავა ბუნებრივია ეს ნორმალურია ძალიან ძნელია იმუშავა ისეთ ტელევიზიაში რომელიც ფლობელიც ეჭვმიტანილია ეჭვმიტანილი არის უფრო ესე ოფიციალური სიტყვა რომელიც აშკარაა რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკობ მაყურებლის თვალით ესე ჩვეულებრივი რიგით მაყურებლის თვალით რომელიც ფლობელიც აშკარად ესე იგი აპირებს სახელმწიფო გაატრიალებას ეს მორალურად ძალიან მძიმე ამისატანა ამიტომაც მე ძალიან კარგად მესმის იმ ჟურნალისტებს რომლებიც წამოვიდნენ ისიც მესმის რატომ თქვენს რომ მათი თავისუფლება იყო სრული რომ ისინი მუშაობდნენ და კარგად ზოგადად თავს იმედში ძალიან ძნელია იმის აღიარება ამის გარკვევიდან ერთი დღის მერე რომ ჩვენ თავისუფლებას იყენებდნენ და იყენებდნენ გარკვეული ბიზნესით ხო იყო დიდი პროექტი რომელსაც ერქვა საქართველოში სახელმწიფო გაატრიალების მოწყობა და იმედი ჟურნალისტები უნებლიეთ და მეტდაწონებული უნებლიეთ იყვნენ ამ პროექტში ჩართულები ეს პრობლემაა ამისი გასწორებების პრობლემა და მით უმეტეს ახლა ჩვენ ყველას ვერ მოვთხოვთ რომ ამის აღიარება მოხდეს და თვითონ ესე იგი დავუშვათ კითხვები აი ლაშამას დასვა ხო ესე იგი როდის ძალიან ცუდია იმედი რომ დაიხურა ბუნებრივია ხო იმიტომ რომ ეს არის ეს არის ტრიბუნა, ეს არის საშუალება, ეს არის მედიამრავალფეროვნება, მაგრამ მეორე მხრივ მე ამას ვუყურებ როგორც ლოგიკურ რეაქციას იმ პროცესებში, რაც დაიწყო. ანუ გაიხსნა შეთქმულება და ამ შემთხვევაში მე არ ვიცი გადაწყვეტილება ვინ მიიღო, მაგრამ შეიძლება ამ გადაწყვეტილების უკან კვლავ იდგეს რაღაცა ესეთი პროცესების გაგრძელება. ნუ კიდევ დავიწყოთ ლაპარაკს რომ მეტი დაიხურა, აი მაშინაც ერთხელ ხო დახურეს, ახლა მეორჯერ დახურეს, არასდროს არ დაუხურავს, ხო, ახლა დაიხურა ის თვითონ. ეს ერთი. რაც შეეხება იმ კითხვაზე პასუხს, როდის გაიხსნება იმედი, რაღაც ბატონლაში ალბათ ესე იგი თვითონ პატარკაციშვილს და თარგმანს უნდა კითხოთ იმედი, როდის გაიხსნება. ხო, ჩვენ აქ ამაზე ვერ გიპასუხებთ და ასევე ვერც იმ ზეწოლებზე, რომელიც იყო ჟურნალისტებზე და გადმობირებებზე. ხო, მე რაც ვიცი და შორს არ აღარ ჟურნალისტური იმის სფეროებიდან და ჟურნალისტური სივრცეებიდან მე რაც ვიცი იმედი ძირითადად პირიქით საქმით იყო დაკავებული. ანუ პირიქით გადაყავდა ჟურნალისტები თავისთავად. მე არ ვამბობ ეს ცუდია, მაგრამ ეს გადმობირება მაგრამ ჟურნალისტებმა დატოვეს იმედი. არა, დატოვეს იმედი, ეს არის ჟურნალისტებმა დავით აკუნინიას, რომელიც ერთი სამჯერ მაინც რე არ აქვს გაკეთებული. იმედი დატოვეს და მე ამ შემთხვევაში ვთვლი რომ ეს არის მათ მიერ საკუთარი თავისუფლების დაცვა. ეს ჩვეულებრივი ეს არის ნორმალური ადამიანური რეაქცია. ისინი იცავენ ამით თავის თავისუფლებას. როგორც არ უნდა ესმოდეთ მას ეს თავისუფლება. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ, უნდა გავუგოთ ჟურნალისტებს. ეხლა თვითონ დავუშვათ რაც შეეხება იმ ფაქტს რომ თარგამაძე თავის გამოსვლაში უფრო პოლიტიკოსი იყო, მთლიანად პოლიტიკოსი იყო, ანუ მისი
მე არ ვიცი მე ჟურნალისტები მე არ ვილაპარაკე როგორც გიორგი ვილაპარაკა მაგრამ რა თქმა უნდა თარგამაძე იყო პოლიტიკოსი და თარგამაძემ თქვა პოლიტიკური განცხადება მან სულად ესე იგი აბსურდული სქემა წარმოაჩინა პატაკაცშვილი გაუგებრობაში მოხდა როგორც თქვა გაუგებრობაში პატაკაცშვილი არ მოხდა გაუგებრობაში მოხდა ის ჟურნალისტები რომელსაც ეს არ იცოდნენ რომელიც იმედში მუშაობდა და ასევე ყველა ეს ხალხი რომელიც აი პატაკაცშვილის ისეთ სქემაში ჯანჯიკების როლს ასრულებდა და თარგამაძემ გააკეთა აბსოლუტურად პოლიტიკური განცხადება ეს არ იყო დავუშვათ იმ რიგის პოლიტიკური განცხადება რომ დავუშვათ პატარკაცშვილმა გააკეთა მაგრამ მე ვთვლი რომ ეს ქვეტექსტი არც ნაკლები არ იყო თარგამაძე თქვა რომ ის არის პოლიტიკოსი და ის რაღაცა პატარა უკმაყოფილება გამოხატა რატომ მოხდა მისი სახელის ტრიალი ბატონ ლაშა ჟურნალისტები ტოვებენ აი დღეს 6 ჟურნალისტი წავიდა დროებიდან ნინია საუბრობს რომ მათ არ ეყოთ გამბედაობა ბოლომდე ეთქვათ სათქმელი თქვენ რა შტაბეშტილება დაგჭათ რატომ წავიდნენ ეს ჟურნალისტები დროებიდან არ ვიცი ვერ გეტყვით ახლა რატო წავიდნენ მე უფრო ის მაინტერესებს მართლა გითხრათ ეს 500 კაცი რომ დარჩა იმედში და ეს მეორე მხარეა ისეთ ნუ 7 წავიდა 500 დარჩა თავისთავად ახლა მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას ასეთი სახის სემპათია და გასაგებია ახლა არავინ არც ერთი ჭკუატყოფილი ადამიანი ვერ იტყვის რომ კარგი იყო რას ვნახეთ ტელევიზიით როდესაც მიდის საუბარი როგორ უნდა გადააგდო და გადმოაგდო ვთქვათ ხელისუფლება ახლა მე არასოდეს არ მომწონდა ეს არც ადრე მომწონდა ბატონო გიგიმისის და არც ახლა მომწონს და არც მომავალში მომეწონება ძალის გამოყენებით შესვლა ხელისუფლების ახლა ამაზე მოდის ეს საკამათო არც თავისთავად მე მგონი ნათელი რაც შეეხება ასე ვთქვათ დარჩენილებს მე ძალიან კარგი ესეთი საინტერესო პოზიცია მგონია ეს იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რაღაცნაირად გავმიჯნოთ და პროცესიც დავინახოთ მომავალში რომ არსებობენ ჟურნალისტები, არსებობს რედაქცია და არსებობენ მესაკუთრეები. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო და ამაში საზოგადოება უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა, იმიტომ რომ მარტო ჟურნალისტებს ეს ძალიან უჭირთ. ყოველ შემთხვევაში პრაქტიკიდან ესე ჩანს რომ ისინი იყვნენ დაცულები რა უნდა გაგაცნოს ამისთვის ბატონო ეს ძალიან სერიოზული თემა ალბათ დიდი ხანი მოგვიწევს ამაზე საუბარი ამიტომ მე უბრალოდ ვიტყვი რაღაცებს თქვათ პირველი აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე მესაკუთრის ვინაობა იმ შემთხვევაში გასაგებია იქ იყო პატარკაციშვილი თუმცა იქ იყო გარკვეული შეკითხვები ლოგიკური შეკითხვები ჩემთვის იყო გასაკვირი რატომ არ დასვა ეს შეკითხვები ვისაც უნდა დაესვა მაგალითად მარეგულირებელ კომისიას რომელსაც გაახსენდა რამდენიმე ტელეკომპანიის ასე ვთქვათ მესაკუთრის საკითხი როცა გაქანებული არჩევნები იყო და გარკვეული კრიზისი არსებობდა მედიებთან დაკავშირებით და მაშინ გაახსენ მაშინ მოითხოვეს და გაიყვა თურმე რომ იქ იმას რაღაცა კონტრაქტი ქონია და გაიყვა ასევე რომ აი ხალხს მოითხოვეს და თუ გახსოვთ ჩატარდა კიდევაც ეს ღიათ ეს შეხვედრა ეს იყო იმის მერე ის შუდნების მერე იყო ეს არჩევნები არ იყო გაქანებული არჩევნები არ იყო აშკარად არ იყო რა არჩევნების პროცესში დანიშნული ხო არჩევნებამდე იყო ეს არა მაშინ გადაწყდა არჩევნების საკითხი ხო 5 დღე ხო არ არის ის არის პროცესი როდესაც არჩევნები დაიწყო უკვე რა საქართველოში მაგრამ სამხედრო მდგომარეობის დროს მოხდა ეს ხო და გადაწყდა არჩევნები დაინიშნა არჩევნები დაინიშნა ჩვენ ვიცოდით რომ ხუთში იყო არჩევნები და იმ მომენტში როგორ აბროდის გავიგეთ ჩვენ დღეს გავიგეთ მე თუ გინდათ ამოვიღოთ ეს ჩვენ ფაქტები და ვნახოთ მე რისი თქმა მინდა რომ აღმოჩნდა რომ თურმე საბოლოოდ გავიგეთ რომ სხვა ტელევიზიებშიც არსებობენ თურმე დამფუძნებლები მაგრამ აქ არის პრობლემა მაგალითად იგივე თქვენ ტელევიზიასთან დაკავშირებით არსებობს 45%-ის მეწილე დარეგისტრირებული ოფშორულ სადაც ოფშორში, ანუ მარშალის კუნძულებზე და მე რო კითხო, თქვენ იცით ვინ არის თქვენი მესაკუთრე? გავცემთ პასუხი, თქვენ იცით აქ ვინ არის მესაკუთრე? მარტო იმ ტელევიზიაზე რო გვახსენდება. სხვათა შორის ეს რატო დავსვიცით ეს შეკითხვა? ნინიამ ძალიან კარგად თქვა, რომ როდესაც შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ თქვა, რომ აქ არის ხელისუფლება, იქ არის მეორე და ნუ რაღაც ეპიტეტი მოიყვანა.
კითხვა არ გაჩნდა, რომ რატო ხელისუფლება, რატო არ გაჩნდა კითხვა, ეგ არის პრობლემა. რა მნიშვნელობა აქვს? იქით რომ ხედავთ ჩვენ პრობლემას, აქეთ პრობლემას რატო არ ხედავთ? რამდენიმე ტელევიზიაში რატო არ ხედავთ პრობლემას, როდესაც ოფშორულ კომპანიაში ბოდის მე არ გაწყვეტინებ ძალიან სხვაგან მithავს არაფერი სხვაგან არ ეგ არის პრობლემა. იმ პრობლემას რაც იმედია იყო ძალიან დიდი მე რისი მეშინახდი და კაცი არ მოგინდათ ამაზე საუბარი და ეხლა რატომ ნუ დავამსგავსებით პოლიტიკოსებს, რომელიც ერთმანეთს არ უსმენენ რა. და მოусმინოთ ერთმანეთს, მე აუცილებლად მოგისმენ. და ძალიან მაინტერესებს, შეიძლება არ დაგეთანხმო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა თქმა პატივსცემ და გისმენ რა. ეხლა რისი თქმა მინდა, იცი ჩვენ უნდა იმ კითხვებზეც გავცეთ პასუხი და არ არის გამორიცხული, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. ხვალ იგივე პრობლემა დაუდგებათ ამ ჟურნალისტებს, რომლებიც აქ მუშაობენ. იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა ვიტრიალოთ გაუთავებლად აი მოჯადოებულ წრეზე რა. ამიტომ საკუთრების საკითხი უნდა მოგვაი რომ კითხა რა არის პრობლემა ის არის რომ უნდა იყოს გამჭირვალე ვინ არის მესაკუთრე ერთი საკითხია. მეორე საკითხი აუცილებელია ალბათ ასევე საზოგადოების მხარდაჭერით მოხერხდეს ის რომ სარედაქციო დამოუკიდებლობას მიეცეს გარკვეული ლეგიტიმური ფორმა. რატომ არის პრობლემები ჟურნალისტები? იმიტომ არის პრობლემები, რომ ჟურნალისტები არიან ძალიან ბევრი საქართველოში და ჟურნალისტების ადგილი, სამუშაო ადგილი არის ძალიან ცოტა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, როგორია ჩვენი კოდექსი შრომითი თვალსაზრისით, რომ ცხვირი გაქვს დიდი და შეგიძლია ადამიანი გაანთავისუფლოს სამსახურიდან, ასევე თუ გავითვალისწინებთ კიდევ სხვა ფაქტორები, ძალიან ადვილია ადამიანმა დაკარგოს თავისი სამსახური და როცა ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ თქვენი სტანდარტი დაიცავით და ასე შემდეგ, ძალიან უჭირთ ჟურნალი. ხა შეიძლება ნებისმიერს თქვენ ახლა გეორგი თქვი რომ ბევრს უცნობ. ერთადერთი გამოსავალი. ერთადერთი არა, მე ვფიქრობ რომ მე ბევრი პრობლემა არის და ამ შემთხვევაში კარგია რომ ჩვენ აი მე მივესალმებ იმას რომ ჩვენ დავიწყეთ ღიად საუბარი ჟურნალისტურ პრობლემებზე, მედია პრობლემებზე ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ იმისათვის რომ მედია მართლა გახდეს ის რაც უნდა იყოს ნორმალურ საზოგადოებაში. არ უნდა გახდეს დესტაბილიზაციის ფაქტორი, არ უნდა გახდეს ტყუილების ასე ვთქვათ ფაქტორი და ასე შემდეგ და ეს არ არის მარტო ერთი ტელევიზიის საკითხი და ბოლოს მითი მინდა იცი დავამთავროთ აი ჩაატარეს თუ არ ვწდები მონიტორინგი. მე მგონი მიუხედავად აი ესეთი მწვავე ვითარებისა თქვენ ძანებით დღეს რომ მთელი მედია იყო დაბალანსებული ხო? არსებობს ხო ის პატარკაციშვილი ხო იყო არა და დღემდე სანამ გაჩერდებოდნენ ხო იყო ეს პატარ მაგრამ მაინც არის დაბალანსებული. ის ახსნას არსებობს ამაში რატო იყო დაბალანსებული? გეოგრაფიანის კითხვა რატო აბალანსი? ვაკლებები სადაც საინფორმაციო არა იქ რატო იყო დაბალანსებული? გეოგრაფიანის თქვა რომ რატო არის იმედი დაბალანსებული? ეხლა რატო ეს თქვა გეოგრაფიანმა? ნუ კარგი, ბატონო, კიდევ ერთი სტუმარია, ჩვენ გვექნება საუბრის გაგრძელების საშუალება კურიერის სტუდიიდან ნუგზარ ციკლაური გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამოშიდობისა ბატონო ნუგზარ. საღამოშიდობის. თქვენ ისმენდით აქ მიმდინარე საუბარს ბატონო ნუგზარ. რატომ დაიხურა ტელეკომპანია იმედი? მე ვერ მოგცემთ ასე პირდაპირ პასუხს რატომ დაიხურა ტელეკომპანია იმედი, თუმცა მინდა გამოვიხმაურო ბატონ გიგის, რომელმაც თქვა, რომ ამ ტიპის დისკუსიაში უმნიშვნელოვანესია, რომ აქცენტები გაკეთდეს სწორად და მე მიმაჩნია, რომ დღეს როდესაც ჩვენ საუბრობთ საქართველოს შექმნილ ვითარებაზე, უმთავრესი არის არა ის რაღაცა წვრილმანი მიზეზების ძებნა იქ მართლა ჟურნალისტმა ასე გამოხატა თავისათვის. თავარი არის ის რომ თქვათ რომ საქართველოს შეაჩერა უფრო სწორად კრიმინალური გადატრიალება. და ეს არის მართლა მინდა მიულოცო საქართველოს ყველა მცხოვრებს, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან დიდი საფრთხე, რომელიც ეკიდა מחვილივი ჩვენს თავზე და დღესდღეობით ჩვენ შევძელით შეგვეჩერებინა ეს გადატრიალება. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს მე მომიტევენ, მაგრამ მაინც მგონია რომ ეს ზედმეტი ახლა ლაპარაკი იმაზე რომ ეს იყო თუ არა და დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული, იცავდა თუ არა ორივე მხარის აქ სულ სხვა რამე. თავარი მე მგონია რომ ეს იყო აი ამ კრიმინალური გადატრიალების მომწყობთა იარაღი მხოლოდ და მხოლოდ დანამატი მხოლოდ და მართლაც ეს გელბახიანის
გამონათქვამები რომ დღე-დღეზე უნდა შექმნას გიორგი თარგამაძემ ახალი პარტია და ჩაუდგეს სათავეში ბადრი პატარკაშვილის გამონათქვამები ამასთან დაკავშირებით ჩემთვის ცხადყოფს მაგრამ ეს მუშაობდნენ ჟურნალისტები რომლებიც ამბობენ რომ ისინი აშუქებდნენ ობიექტურად მოვლენებს რატომზე იცით რა არის ეს ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებს რომელიც იმედში მუშაობდნენ აი კიდევ მიტინგსაც რომელიც თქვა გაიმართა 2 ნოემბერს და მერეც კიდე იმართებოდა მიტინგები არც ერთი ჭკუათყოფელი ადამიანი არ იტყვის რომ ყველა ადამიანი რომელიც იქ მივიდა იმ მიტინგზე ან კიდევ ვინც მუშაობს ტელეკომპანია იმედში ესენი არიან გადატრიალების ორგანიზატორებთან გარიგებული ადამიანები და ცდილობდნენ რომ ქვეყანა გაახვიონ ამ ცეცხლში და ქაოსში და უბედურებაში. ცხადია ეს ასე არ არის. იქ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, იქ არიან ჟურნალისტებიც, ასევე არიან ალბათ მექანიკოსებიც, ასევე არიან მძღოლებიც, სხვადასხვა ადამიანები მუშაობენ იქ და მაშინ როდესაც ამბობენ იმედი იყო პატარკაციშვილის იარაღი, მოდით გავმარტოთ რა იგულისხმება ამაში თუ არა ჟურნალისტები. იგულისხმება ის რომ გადამწყვეტ დროს ეს ტელეკომპანია და ჩვენ ვიყავით ამის თვითმხილველები, ეს ტელეკომპანია გამოვიდა პირდაპირ მოწოდებებით. ქუჩაში გამოსვლისკენ და იქ იტყუებოდა 1000 რამეს რომ თითქოს უნდა დაესხან იმას რომ სამების ტაძარს თავს და მოუწოდებდა ამით პრაქტიკულად მთელ მოსახლეობას გამოსულიყო და ცეცხლზე ნავთი დასხმულიყო იმ დღეს და მომხდარიყო შეტაკებები. აი ეს იგულისხმება. ეხლა მე მინდა ეს ჩემი აზრი გავაგრძელო. ამიტომ ეს ადამიანები აპელირებდნენ ჩვენს ყველაზე წმინდა გზნობებზე. იმ გზნობებზე რომ ქართველი ადამიანი ბუნებით არის მიმწევებელი ალბათ სხვა ეროვნების ადამიანების მაგრამ ჩვენ ქვეყანას უფრო კარგად ვიცი რომ მე ხედავდი რომ ადამიანებს ენანებოდა ჩაგრულებს აი ძალიან განიცდიდნენ ამას რომ აი ვიღაცა მოხუცს მოხდა ან ახალ ან კაცი წაიქცა ან რაღაცა და ამიტომ აი ამ გზნობებზე აპელირებდნენ მაგრამ სინამდვილეში ან ხოლმე ახლა გაირკვა უკვე ყველასთვის ვინც ახლა თვალს არ დაიბრმავებს თორე ბევრისათვის ადრეც ნათელი იყო რომ აი ეს ჩვენი წმინდა გზნობები აი ეს მოწოდებები რომ ჩვენ გვინდოდა შეგვეცვალა ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ და ეს ხალხი მართლაც იმიტომ გამოვიდა იმ მიტინგებზე და სხვა მიზეზი იქ არ აქონიათ უკეთესობისკენ უნდოდა შეეცვალა ცხოვრება და აი ამ მოტივით გამოსულ ხალხს დაახვედრეს ყველაზე უფრო მზაკრული გეგმა ორგანიზატორებმა ამ მიტინგის ჯერ არ მინდა რომ ჩავთვალო ყველა ორგანიზატორი იყო აი ამ გეგმაში ჩართული, თუმცა შემზარავი განცხადებები გუშინდელი და გუშინწინდელი რომ უამრავი ადამიანი რომელიც მოვა საარჩევნო ყუთთან ჩვენ იმას დავახვედრებთ როგორც ბატონმა გელბახიანმა ბრძანა სპიჩკებს და ჩაუყრით იმაში რომ საარჩევნო ყუთში და ავაბოლებთ იმ საარჩევნო უბნებს და შესაბამისად ცეცხლს წაუკიდებთ საქართველოს ხო აი ეს იყო წამალი რაც დაახვედრეს აი ამ გულწრფელი გზნობებით გამოსულ ხალხს აი ეს არის მთავარი და არა ის ეხლა მართლა მაპატიოს იმედის ყველა ჟურნალისტმა და არა ის რომ რომელიმე ჟურნალისტი ან რომელიმე სხვა პროფესიის ადამიანი დღეს სამსახურის გარეშე რჩება თუ არ რჩება მთავარი არის ის რომ თუ მოხდებოდა ის რაც იყო ჩაფიქრებული სამსახური კი არ იქნებოდა ამ ქვეყანაში საძებნელი ამ ქვეყანაში საძებნელი იქნებოდა მართლა ხელისწეცებით ვერ ვიმაგნებდით ერთმანეთს და ეს ქვეყანა იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე უბედური ქვეყანა და ქაოსით მოცული ქვეყანა აი ეს არის უმთავრესი საკითხავი და ამიტომ ეხლა როდესაც მთავარი ღირებულებებზე იყო შეტევა მიტანილი ხო ჩვენ რომ დავიწყოთ კიდე რაღაცა სხვა ჩვეულებრივ და დაალაგებულ ვითარებაში ძალიან მისაღები იქნებოდა ამ ტიპის დისკუსიები დღეს მიმაჩნია რომ ეს არის ყველაზე უფრო კარგ შემთხვევაში რა ფარისეულობა. მადლობთ ბატონო გზა დარჩი ჩვენთან ჩვენ სტუდიაში განვაგრძობ საუბარს და ისევ დაგიბრუნდებით ნინია რა უნდა გააკეთოს ფლობელმა ბადრი პატარკაციშვილმა მან ძალიან გაგიკვირდა ეს შეკითხვა რა უნდა გააკეთოს ის უნდა დაემორჩილოს იმედის ჟურნალისტების ამ მოთხოვნას რომ მან რაღაცნაირად გაემიჯნოს ტელეკომპანიას წილების გადაფორმებით თუ რაღაც სხვა მე ვიცი რომ მასა ძალიან გაუჭირდება რომ დაემორჩილოს იმედი ჟურნალისტის მოთხოვნას მაგრამ აუცილებლად უნდა გააკეთოს ის თუკი როგორც თავად ამბობს და მუდმივად როგორც ამბობდა რომ მისთვის სიტყვის თავისუფლება და დამოუკიდებელი ტელევიზია არის მთავარი ღირებულება რაც კი მას გააჩნია თუკი მას ეს მართლა სურს ასაკურველიაც უნდა გააკეთოს თუმცა მე ეჭვმეპარება და ამის ამ უწყფელობის არასოდეს არ მჯეროდა მაგრამ აქვს ჯერ კიდევ შანსი რომ მართლაც ტელევიზია ჩვენ მაყურებლებს დაგვიტოვოს
მაგრამ მე ასევე ვფიქრობ, რომ გიორგი თარგამაძეც თუ კი იგივეს გააკეთებს, ძალიან კარგი იქნება. იმისათვის, რომ ტელევიზია მართლაც შეინარჩუნოს დამოუკიდებლად. მე როგორც მაყურებელს, ტელეკომპანია იმედი დღესაც მჭირდება. რასაკვირველია, ისევ და ისევ იგივე მფლობელის ხელში თუ არ მოხდება, ვინც ფლობს, თქვათ, რუსთავი ორს და ტელეკომპანია მზეს. დამოუკიდებლად სხვა მფლობელის ხელში, მართლა დამოუკიდებელი ტელევიზია მე ძალიან მჭირდება. გიას მინდა უპასუხო, როდესაც რეპლიკა თქვა, რომ იმედი რომ პრობლემა იყო, ამას როდის ვამბობდი და არავინ მიჯერებდაო. მე ბოლო 2-3 წელიწადია დაახლოებით გაზეთში ესეთ რუბრიკა მიმყავს ტელეკრიტიკა და ჩემი კრიტიკის მთავარი ობიექტი ყოველთვის იყო იმედი და რუსთავი 2. ეს ორი მთავარი ესეთ ყურება. ყოველთვის ამაზე ვსაუბრობდი, რომ იმედში ძალიან ბევრი პრობლემა იყო და ის ძალიან შორს იყო შესაძლებელი ობიექტურობისგანაც. იმედის არსებობის აუცილებლობა მოიტანა ის, რომ დანარჩენი ტელეკომპანიები იყვნენ საოცრად დამოკიდებული ხელისუფლებაზე. არც ერთი ტელეკომპანია ტელევიზია არ იყო თავისუფალი. ამიტომაც ერთგვარი ბალანსი იქნებოდა იმითია, რომ ერთი სრულიად განსხვავებულ სურათს გვთავაზობდა, რომელიც სინამდვილესთან პრაქტიკულად არ იყო ახლოს და მეორეც ასევე სრულიად განსხვავებულ სურათს, რომელიც ასევე არ იყო ახლოს სინამდვილესაც. ორი წარმოსახვითი რაღაც რეალობა მივიღეთ, ერთი ხელისუფლების მიერ მოწოდებული, მეორე ბადრი პატარკაციშვილის მიერ მოწოდებული. ამიტომ ჩვენთვის რიგითი მოქალაქეებისათვის, მაყურებლებისათვის საჭიროა აუცილებლად მართლაც დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობა. ძალიან კარგი იქნება, ჩემი ოცნება არის, მაგალითად, თუ კი უცხოელი ინვესტორები შემოვნენ და ტელეკომპანიების მფლობელები გახდებიან და მათთვის ეს იქნება ბიზნესის წყარო და არ იქნებათ არავითარი პოლიტიკური ინტერესები. ის მომენტი, რომ გადაცემული აქვს ტელეკომპანია მართვის უფლებით მიუძღობს, ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სინამდვილეში არ აქვს გადაცემული და აქციების მფლობელი ისევ თავად რჩება რა. არა, ის მფლობელი რჩება, მაგრამ მართვის უფლებით ასე იყო განმარტებული, რომ მართვის უფლებით გადაეცა ნიუსკორს. ჩვენ ბატონი ბადრი პატარკაციშვილი ძალიან დიდი ხანი გვანებივრებდა, მაგრამ დავინახეთ, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ მოგონილი ზღაპარი. ამიტომ მთლიანად უნდა ჩამოცილდეს, მთლიანად უნდა გამოეცალოს და დატოვოს მთლიანად დამოუკიდებლობა შეუნარჩუნოს. ბატონ ლაშა, მართვის უფლებით გადაცემა არის ზღაპარი, გიორგი თარგამაძე უნდა წავიდეს, აი ეს საუბარი თქვენთვის რამდენად მისაღებია? ახლა მართვის უფლებას რაც შეეხება, როდესაც მერდოკი აკეთებს განცხადებას, ალბათ ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედია მფლობელი, ძალიან საპატივსაცემო ამერიკაში, ავსტრალიაში, ბრიტანეთში ასე შემდეგ, რომ ჩვენ მართავთ ამას, ხო მე არ ვიცი. იცით, ამერიკაშია პრეზიდენტებსაც არცემენ პატივს, მაგრამ ის დღეს Fox News-ი მერდოკის საკუთრება პირველი არის რეიტინგით ამერიკაში, ეს ბევრ ამაზე მეტყველებს, მე მგონი, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში მართლა ამერიკელები ცდილობდნენ ყოველ შემთხვევაში ემართათ რეალურად პროცესი. ეს გამოიხატება, როგორ? მერდოკმა განცხადებები გააკეთა, შეგიძლიათ ნახოთ და მარტო მერდოკმა არ გააკეთა, მათმა წარმომადგენელმა თბილისშიც გააკეთა და შეგიძლიათ პომპადურის, ასე ვთქვათ, განცხადებებიც მოიძიოთ. მე აქვთ იმედში 500 კაცია და თუ კითხავთ აუცილებლად. შეიძლება ბატონ ლაშა თარგამაძის მომენტს, რომელზეც იცით რა, მე არ მინდა ვისაუბრო და ჩავერიო ტელეკომპანიის საშინაო საქმეებში. თუ უნდათ თარგამაძე ეყოლებათ თარგამაძე, თუ არ უნდათ თარგამაძე, არ ეყოლებათ თარგამაძე. ხა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პრობლემა ზოგადად სერიოზულია, ბუნებრივია, კითხვები არსებობს, მათ შორის ბალანსთან დაკავშირებითაც, მაგრამ ძალიან საინტერესო კვლევა ქონდა ქალბატონ მია ანთაძეს, რაც თქვენ ესწრებოდეთ თუ არ გეცილო. არა, ეხლა ხანს გაზაფხული ჩატარებული კვლევა. უთხრეს რომ იცი რა ციფრები სხვა და შეფასება სხვა არის. გაზაფხული ჩატარებული კვლევა იყო. ხო, და იქ იყო რომ საინფორმაციო ასე თქვა საშუალებები, მე მათი ასე თქვა ქრონიკა იყო ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული მედია სივრცეში და რაც შეეხება დაუბალანსებულობას, ეს ეხებოდა თოქ-შოუებს, სადაც ხელისუფლება ელემენტარულად არ მიდიოდა
ამ ასე თქვა ток-შოუებში იგივეს ამბობენ ხოლმე კავკასიაზე და ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, საერთოდ არ ახსოვთ კავკასია და ვითომ ეს არ არის პრობლემა რა, ეხლა მან თავარია გადატრიალება არ გადასულ ამაზე ვსაუბრობთ რა ეს ბოლო დრო, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, დანარჩენი არ არსებობს. იქაც არ მიდიან და მე ეძახიან რომ რაღაცა იქ არ დაუბალანსებელი და უგემოვნებო ხალხია და რაღაცებს აბრალებენ კიდე ბევრ სხვა რამეს. მიდით იმ კავკასიაზეც რა, მიდით მისულიყვან იმედშიც და მიიღოთ დებატებში მონაწილეობა და მაშინ არ იქნებოდა იმედი ისეთი როგორც იყო ამ თვალსაზრისით. რატო არ მიდიოდნენ და მე იმათ აბრალებდნენ. სულ დაავიწყეს სხვათა შორის ამდესო ლაპარაკობენ ის რომ რატო წავიდნენ, რატო არ წავიდნენ. ხა წარმოედგინეთ რა თქვენ აი ქალია, ელემენტარულად ქალი ხო და შეუვარდა ავტომატიანი ადამიანი თავზე დაადგა და სულ რაღაც ერთი თვე გავიდა ამის შემდეგ ხა როგორ ფიქრობთ ეს სტრესთან მაინც მიახლოებული რამე არის ის კარგი ჯანდებს ნუ დავარქმევთ ამას რაღაცა განსაკუთრებულს ძალიან მათ წარმოედგინეთ რომ თქვენიანები იყვნენ იქ და მე მინდა ბევრს უთხრა თქვენები და შეუვარდნენ და ავტომატი დაადეს ხო და მე ეს არაფერს არ ნიშნავს ბატონაშა ძალიან სატელეფონო ძალიან საინტერესო სატელეფონო ამაზე ვისაუბროთ უკაცრავად დროების უკვე ყოფილი ჟურნალისტი რუსუდან ცხომელიძე რეკავს და ის უკვე პირდაპირ ეთერშია რუსუდან საღამომშვიდობისა საღამომშვიდობისა ვახო მე მივესალმები ტელემაყურებლებს და მივესალმები თქვენი სტუდიის სტუმრებს ჩემი ზარის ერთ-ერთი მიზეზი არის პატივცემული კოლეგის ნინია კაკაბაძის განცხადება ჩვენს გამბედაობასთან დაკავშირებით. დიახ, იყო შეკითხვა ასეთი, რომ თქვენ რაღაც არ თქვით. გამოუვლია 7 ნოემბერი ტელეკომპანია იმედში და 7 ნოემბრის შემდეგ გზა დღემდე თავისი წნეხით ხო ისაუბროს ჩვენს გამბედაობაზე და ვაჟკაცობაზე. ჩვენ დღემდე არ დაგვიტოვებია ტელეკომპანია იმედი, არც ერთი წუთით არ გავჩერებულ ვართ იმ ბრძოლაში, რომ ტელეკომპანია იმედი დაბრუნებულიყო ეთერში და ნამდვილად ის რაც ვიკეთებია 4 წლის მანძილზე, ნამდვილად გვეამაყება დღესაც და მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ის რაც დღეს მოხდა ჩვენ შევთავაზეთ როგორც გამოსავალი ჯერ კიდევ 2 დღის წინ ჩვენ საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგრამების დირექტორ გიორგი თარგამაძეს. ჩვენ ვთხოვეთ პირველი აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ მას, რომ გაგვეთიშა, ასე ვთქვათ, საინფორმაციო გადაცემები ეთერიდან პროტესტის ნიშნად და გამიჯვნის ნიშნად აი იმ პროცესებთან, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყანაში და იმ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც საქართველოში არსებობს. მაგრამ ეს მაშინ არ იყო განხილული როგორც ვარიანტი, იყო მიზეზები, რომელიც დასახელდა ამ ჩვენი შეთავაზების საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ ჩვენ არ დაგვჭა არჩევანი და ძალიან ვთხოვთ ყველას, ისაუბრებენ იმაზე, რომ ჩვენ არ გვეყო რაღაცის გამბედაობა და ვაჟკაცობა, იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ტელეკომპანია იმედი დაბრუნებულიყო ეთერში და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მომავალში საქართველოში არსებობდეს ნამდვილად თავისუფალი ჟურნალისტიკა. და მე აქვე მინდა დავამატო ისიც, რომ არც ერთი ჩვენგანი, ვინც დღეს წამოვედით ტელეკომპანია იმედიდან, არ გადასულა არც ერთ ტელეკომპანიაში და არც ერთ მოლაპარაკებაზე, არც კი დამჯდარა რომელიმე მაუწყებელთან. და ძალიან გთხოვთ, ამაზე ცოტა კორექტულად ისაუბრეთ, იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენი სინდისის გამო, ჩვენი პრინციპების, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის და ღირსების გამო და ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მართლები ჩვენი საკუთარი თავის წინაშე, ჩვენი კოლეგების წინაშე, ვინც დარჩა ტელეკომპანია იმედში და ჩვენი მაყურებლის წინაშე, ვისი ნდობას მოვიპოვებთ ამ 4 წლის განმავლობაში. რუსუდან, თქვენ ახსენეთ სიტყვა გამიჯვნა. ტელეკომპანია იმედი ბადრი პატარკაციშვილისგან არ იყო გამიჯნული. მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ მართავდა ტელეკომპანიას. რა გამიჯვნაზე გაქვთ საუბარი? გამიჯვნაზე იყო საუბარი იმ განცხადებების თაობაზე, რომლებიც გაკეთდა ბოლო 2 დღის განმავლობაში, ბოლო 3 დღის განმავლობაში. აი ბოლო ვითარებისგან გამიჯვნა, იმიტომ რომ თქვენ მე მგონი უკვე ზედმეტი ამაზე საუბარი ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა ბოლო 2 და 3 დღის განმავლობაში. და აი ამ პროცესებიდან გამიჯვნაზე იყო საუბარი, იმიტომ რომ არხის დამფუძნებელი
რჩებოდა ბოლო დრომდე ბადრი პატარკაციშვილი და ის ასევე იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც დაუდეს ეს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. რუსუდან, რას ეტყვით იმ ჟურნალისტებს, რომლებიც დარჩნენ და მუშაობენ იმედში? მე სულით და გულით ვარ მათთან ერთად დღესაც ნამდვილად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში არსებობდეს დამოუკიდებელი ტელეკომპანია და არსებობდეს მართლა ტრიბუნა, სადაც ტელეჟურნალისტები გააგრძელებენ ისეთივე მოღვაწეობას, რომლის საშუალება ჩვენ მქონდა ნამდვილად ჩვენს ტელეკომპანიაში 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ძალიან ძიმე დღე გქონდა და ძალიან ძიმე ღამე, იმიტომ რომ ძალიან ძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგვიხდა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არჩევანი არ დაგვიტოვეს. დიდი მადლობა, მე უბრალოდ ამის თქმა მინდოდა და ამისთვის დავერექე. ძალიან დიდი მადლობა რუსუდან ცხომელიძე, დროების ყოფილი ჟურნალისტი საუბრობდა ჩვენთან პირდაპირ ეთერში, ის დაგვიკავშირდა ტელეფონით. ნინიას კაკაბაძეს აქვს პასუხი ქალბატონი რუსუდანის განცხადებაზე. ძალიან კარგი, ძალიან კარგი იყო ის არის, რომელიც ქალბატონმა რუსუდანმა გააკეთა დარეკა და თქვა, ახსნა გაცილებით უფრო გარკვევით განმარტა მისი წამოსვლის მიზეზები, თქვა, რომ არც ტელეკომპანიაში ის გადასვლას ამ ეტაპზე არ აპირებს. ეს არის ძალიან. მე სწორედ ამაზე ვსაუბრობდი. მე მინდა თითოეული ჟურნალისტისგან, რომელიც ერთ არხს ტოვებს რაღაც პროტესტის ნიშნად და მეორეზე გადადის, მე მინდა რომ მე როგორც მაყურებელს არ დამიტოვოს კითხვის ნიშნები. ამიტომ ქალბატონ რუსუდანს ბოდიშს ვუხდი, მე შეურაცხყოფის მიყენება მისთვის არ მინდოდა, მე სწორედ მინდოდა რომ პროვოცირება მომეხდინა იმისა, რომ ჟურნალისტებმა დაიწყონ იმ პრობლემებზე ლაპარაკი, რომლის წინაშეც ისინი წლების განმავლობაში, თვის განმავლობაში თუ რამდენიმე დღის განმავლობაში იდგნენ. და ყველანაირად ერთი სიტყვით რა შემიძლია სხვა თქვა, გარდა იმისა, რომ ყველანაირად ხარს დაუჭერდა ამ ინიციატივას იმისა, რომ ჟურნალისტებმა დაიწყო ღიად საუბარი ყველა პრობლემა და არა მხოლოდ იმედის, არამედ რუსთავიორის, ბზის, ასევე ვიცი, რომ ტელეკომპანია მზე მაგალითად რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა, აქამდე ტოვებდნენ პროტესტის ნიშნად ვიცი რუსთავიორს, არავინ არ საუბრობს ამაზე ღიად, ვიდრე არ დაიწყებენ ღიად საუბარს, კონკრეტულ პრობლემებს სანამ არ დაასახელებენ, ჩვენთვის საზოგადოებისათვის არ იქნება ცნობილი რაშია საქმე და ამიტომ ვერ დავიცავთ მათ უფლებებს. ეს არის და ეს. მაინც დაუბრუნდები ცოტა ხნის წინანდელ თემას. აი იგივე ბადრი პატარკაშვილი რამდენად თქვათ აკონტროლებდა იმედს და თქვათ ის რომ გადაეცა მართვის უფლებით გადასცა სხვა კომპანიას და არ ერეოდა ამაში. ესეთი მიამიტები ვერ ვიქნებით ხო? ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ ბადრიმ დარეკა ხელმძღვანელობასთან და იკუთვნეს რომ ისა ბატონობა თქვენ არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს ჩვენ ახლა ვიცხეთ როგორ მოვიქცეთ. ეს აბსურდია. თუმეტეს როცა მას იქ ყავდა ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად კარგად იყო ბოდიში ჩერება, ძალიან ცუდა ისე ცუდად ჟღერდეს, მაგრამ განსწავლული და გაწვრთნილი იმისთვის თუ რა უნდა ეკეთებინა. ეგ ძალიან ნათლად ჩანს. ხა როცა ყავსი გიორგი თალგამაძე, არანაირი დიდი ძალისხმევა არ გჭირდება, რომ ეს ტელევიზია მართო თუ როგორ მართო. იცით რა არის კიდევ საკმაოდ ისეთი პრობლემა და იმ 500 კაცთან დაკავშირებით. რაშა შევამბობდი, რა თქმა უნდა ძალიან რთულია, როდესაც სახლი ხარ ყველანი აქვთ ხედვართ ამ სფეროში გარკვეული მუშაობის გამოცდილება და მეც მუშაობდი ტელეარხზე, ამავზე და სახლი ხდება, რამოდენიმე თვე გინდა რომ ეს გახდეს შენი სახლი. 2 წელი ვიმუშავე რუსთავიაში და ეხლა რომ გავივლი რაღაც საოცარი გზნობელია, ხო? ბატონო? მშობლიური. ხო, რა თქმა უნდა, ის შენია და ის ყველაფერს თავისი რაღაც სხვანაირი ელფერია. მე მესმის ძალიან კარგად, მათი 4 წელი ვინც იმუშავა, მე ისიც ძალიან კარგად ვიცი რომ გარკვეული კი არა, თავისუფლება მათ, თქვათ ის ობიექტურობის გადმოცემის და მაყურებლების სიმართლის თქმის საშუალება მათ ეძლეოდა. თავარი პრობლემა და ტრაგედია მათი ისაა, რომ ზუსტად ეს უფლება მათ მისცეს ზუსტად იმიტომ, რომ მოეპოვებინათ მათ საზოგადოების და მაყურებლის ნდობა და იმ დროს, როდესაც ძალიან დაჭირდებოდა ბატონ ბადრის ეს ყველაფერი, გამოიყენებინა თავის სასარგებლოდ. შეუძლია 10 სიმართლე სიტყვი, მე-11 ყულსაც საკმაოდ კარგად
დაგიჯერებენ. ხო, ეს ტრადიცია შეიქმნა აი ამ დაბალანსებული ტელევიზიის გარკვეულწილად, თუმცა მე ძალიან კარგად მახსოვს 2013 წლის 21-22 ნოემბერსაც კი როგორი ეთერი იყო იმედი, შეგიძლია ეგეც გაიხსენოთ და ნახოთ, ხა იქ აბსოლუტურად სხვა რაღაცა იყო. აი მე ზუსტად მოხერხდა ის, რომ იმედი გარკვეულწილად დაბალანსდა და აი ბოლო პერიოდში, როდესაც გააქტიურდა პოლიტიკურად ბადრი პატარკაშვილი, იმედის გახდა რაღაც სხვანაირი. მე დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან ბევრი ცოტა ადრეც გრძნობდა. უბრალოდ გუშინდელი და გუშინწინდელი აი ეს მოვლენები გახდა ეს რაღაც ბოლო, ის მაინც ბოლომდე გინდა გჯეროდეს. ის სადაც შენი სახლი, ისაც მართლა გულის რაღაცას აკეთებ, არ გინდა რომ გჯეროდეს, რომ ეს ვიღაცის ცუდ ზრახვებს ემსახურება. გასაგებია და ალბათ მეც მსგავსი მექნებოდა, მაგრამ ის რაც გუშინ და გუშინწინ მოხდა, რა თქმა უნდა, მე ვთვლი რომ ის ადამიანები, ვინც იქ დაშნენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვა, ვინც წამოვიდა ის ძალიან კარგია და ვინც თქვა დარჩა ის ცუდია. არანაირად. ხო, ყველას თავისი მათ იმედი აქვს იმისი, რომ თქვა ეს დარეგულირდება სხვანაირად და იმეც შეიძლება რომ სხვა ჩარჩოებში იმაუწყებულოს, თუმცა აი რაღაც რეცეპტი იმისი თუ როგორ უნდა ჩაითოს კვლავ იმედი, მე დავეთანხმები საკითხში ლინიას, რა თქმა უნდა, ბადრი პატარკაშვილი ის კი არა რომ გაიმიჯნოს, ცოტა ისე ვთქვი, აბსოლუტურად მოშორდეს იმეს, გაყიდოს, არ ვიცი, კარგი იქნება თუ მეც მძლავ კომპანიას მიხდიან, თუმცა და რა თქმა უნდა გიორგი თარგამაძე არ უნდა გაეკაროს იმას, იმიტომ ეს ძალიან ერთი და იგივე არის მე დაუჯერებ, მე თქვა რომ გამოცხადა რომ მერდოკმა ერთი პრობლემა იცი სხვათა შორის რა ძალიან თუ ამასაც ხალხი გავუთქვი რომ საქართველოს პრობლემაა და რა აი ზეგან ამერიკას ვახსენეთ და წარმატებული თქვა ის ამერიკაში და საქართველოში ძალიან განსხვავებული არის განაისო თქვა ამ პროფესიონალიზმის ვინმეს ჩამოვარდება არა არც მაგაზე მაქვს საუბარი არა მაგას გავანებოთ თავი ლინია აშკარად გავანებოთ თავი საზოგადოება სხვანაირად უყურებს ამას და იქ მაგალითად არ ხდება ეგეთი რაღაცა რომ ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება გამოიყენოს რაც უნდა ის ილაპარაკოს და ამით ყველაფერი დამთავრდეს ხო იქ თორე საზოგადოება სხვა ხარისხში არის ერთი ეგეთი რა საქართველოში ტელებაზარი ანუ სატელევიზიო შემოსავალი აქვს რეკლამით ხო ეგ ცხადზე ცხადი არის საქართველოს ბაზარი აი სარეკლამო არ არის იმდენად დიდი რომ ასე ვთქვათ გაუმკლავდეს აი ამდენი ადამიანის იგივე 500 იმედზე თქვით და რა ვიცი ალბათ ანალოგიურად სხვა ტელევიზიაში მსგავსი ის არის ხო ძალიან ბევრი ხარჯი აქვს ტელევიზიას შემოსავალი კიდე ძალიან რთულია რომ წარმატებული ბიზნესი იყოს ტელევიზია ხო მე ვიცი რომ თქვენს იცით ეს ყველაფერი რაც შეეხება ზუსტად ის რომ ბადრი პატარკაშვილი დარწმუნებული ვარ იმაში რომ ხარჯავდა დიდ ფულებს იმისთვის რომ იმედი არსებობდეს რა თქმა უნდა ხო ნული აზრი არ არსებობს მით უმეტეს თავიდან როცა ტელეკომპანია სანამ ასე ვთქვათ სუდად ვიტყვი მაგრამ მაინც ჟურნალისტად დაიქუქებოდა რაღაც ისეთ ჟარგონულად გამომივიდა მაგრამ ეგრეც იყო რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ფული იხარჯებოდა ამაზე ხო მე არ ვიცი რამდენად შესაძლებელია რომ მოიძებნოს შედი ადამიანი ვინც მსგავსად დახარჯავს ბადრისთვის ეს იყო ფულის ჩადება იმ საქმეში რასაც ის ეხლა აპირებდა და ხა სხვისთვის აი ეგ ცოტა ისეთი მომენტია ამაზე შეიძლება საუბარი თუმცა ნუ გზარწიკლა ორი უნდა ჩავრთოთ ესე გურიერის სტუდიიდან ბატონო გზარ სახელმწიფოების ბატონო გზარ მიგაჩნიათ თუ არა რომ გადამწყვეტი მომენტი ამ ყველაფერში იყოს სწორედ ბადრი პატარკაციშვილის აი ეს აუდიო ჩანაწერი და მისი გუშინდელი გამოსვლა არა ალბათ უმნიშვნელოვანესი იყო ბადრი პატარკაშვილის გუშინდელი გამოსვლა, მაგრამ მე მინდა გამოვიხმაურო ახლა თქვენთან მიმდინარე დისკუსიას, კერძოდ კი იმას, რომ რამდენჯერმე გავიგონე ესეთ ფრაზა, რომ იმედი იყო დაბალანსებული ტელევიზია და რომ აი რაღაცა გაზაფხულისკენ იყო, შარშანაც იყო, არ იყო თქვა 21-22 ნოემბერი, ჯერ მინდა გავიხსენო ეს 21-22 ნოემბერი, სრულიად ფანტასტიკური პანაშვიდი იმედზე უბრალოდ 23 ნოემბერი, როდესაც რაც მოხდა იმ 22 ნოემბრის ღამე და ეს იყო პანაშვიდი, შეყრილი იყო ბევრი ხალხი და გლოვობდნენ შევარდნაძის ეპოქის დასრულება საქართველოში, მაგრამ შემდეგ პერიოდი მე მინდა გავიხსენო, რომ როდესაც რამე მნიშვნელოვანი ხდებოდა საქართველოში და ეს იყო კოდორის მოვლენები ვთქვათ, უპირობოდ იმედი დგებოდა აი ამბოხებულის მხარეს, იმ შემთხვევაში იმზარკვიციანის მხარეს, როდესაც მოჭიდავეებმა დაანგრიეს სასამართლო
იმედმა მიუძღვნა უზარმაზარი სიუჟეტი ამას და იყო უპირობოდ მის მხარეს და გახსოვთ პირდაპირ რეპორტაჟები ქუჩიდან რომელიც ეწყობოდა და ყველა ასეთ შემთხვევაში როდესაც კი რამე ხდებოდა მნიშვნელოვანი იმედი აუცილებლად იჭერდა მათ ხარეს და კიდევ ერთი მინდა ახლა ჟურნალისტი გამოდიოდა იმედი და ბრძანებდა რომ ჩვენ არის თავისუფალ გარემოში ცხოვრობთ თავისუფალ გარემოში მცხოვრები ჟურნალისტები მაინც ინტერესებს 4 წლის განმავლობაში სულ მცირე კრიტიკას რო შეიცავდა აი ესეთი სიუჟეტი თუ გადაცემულა ბადრი პატარკაშვილთან დაკავშირებით ყველამ ვიცით რომ ამ ტიპის სიუჟეტი იქ არ გადაცემულა ამიტომ ეს ზღაპრები ახლა რომ იმედში იყო თავისუფლება რომ იქ თავისუფლების სული ტრიალებდა დაბალანსებული გარემო და ყველას ეძლეოდა ყველანაირი შესაძლებლობები ეს ერთხელ სამუდამოდ უნდა დავიწყოთ ცხადია ესენი აგროვებდნენ რაღაცა ქულებს რაღაც პერიოდები ქონდა და ყოველთვის ემზადებოდნენ და როგორც კი პირველი გაისმებოდა რომ აი მან მოჭიდავებმა დაარბეს ყოველთვის იყვნენ ამბოხებულების მხარდამხარ და ყოველთვის იყვნენ ქართული სახელმწიფოს მხარდამხარ და კიდევ ერთიც უნდა ვთქვა და არ უნდა გამოვხჩეს რომ ამ არქივის მფლობელი არის ბადრი პატარკაიშვილი ადამიანი სხვაჩოს ლუგავოისაც კი მიუძღვნა იმედმა ესე დადებითი სიუჟეტი და იცავდნენ როდესაც რუსთავი 2 გამოვიდა ლუგავოის საწინააღმდეგო და იმ ლიტვინენკოს მკვლელობასთან დაკავშირებით ხო იმედი იმ წუთას გამოესარჩლა ამ იმას რა ქვია მკვლელ ლუგავოის და იყო დიდი დაცვა აი ამ კაცის და მე მინდა გითხრათ რომ ბადრი პატარკაიშვილი და მისი გუნდი ლუგავოი კიდევ სხვები და სხვები მანამდე რუსეთში რაც ხდებოდა ესენი არიან ადამიანები რომელსაც ატომური ბომბი შეაჭამეს კაც ლონდონში ჩასულს და ეს არის ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა არის კიდევ სხვა შემთხვევები ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ლაპარაკი რომ ეს იმედი იყო რაღაც დემოკრატიის აკვანი და კიდევ ერთი მე მჭირდება იმედი ბრძანა ქალბატონმა ნინიამ და არა ისეთი იმედი ოღონდ როგორიც იყო ეს იცით რა როგორი გამონათქვამია მე მჭირდება ზოგადად წიგნი ესე იგი არა ისეთი წიგნი ცუდი წიგნი მაგალითად ვიღაცა იდიოტის დაწერილი ან კიდე არამზადეს დაწერილი არამედ მე მჭირდება ისა რა ქვია დანტე ალეგიერის დაწერილი წიგნი ჩვენ რა თქმა უნდა ტელევიზიები გჭირდება ამის მოსულნე ყველა არის რომ იყოს დამოუკიდებელი ტელევიზია რაც მეტი იქნება და რაც მეტი იქნება დემოკრატიის ხარისხი ამ ტელევიზიებში და რაც მეტად დაბალანსებული იქნებიან ეს ტელევიზიები ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შესანიშნავი და ახლა წყალს მუდამ ნაყავთ ყველა ამ აზრზე ვართ მაგრამ ეხლა მოიარები თუ ისე თუ ასე რომ იმედს რაღაცნაირად ის ჩირკი ისა ვქნათ რა ვქო მოწმინდოთ და ის ტალახი მოწმინდოთ ის ტალახი სხვა შორის რაც მას რასში ჩაფლულია და რაზე ჯამიჟამ ესროდა ხოლმე ჩვენ ხალხს ხო ეს ახლა ნამდვილად არავის არ გამოუვა რა თქმა უნდა ეს იყო ჩეკისტური კონტრრევოლუცია და ეს იმედი კი იყო ჩეკისტური კონტრრევოლუციის რუპორი ძალიან დიდი მადლობა ბატონ ნუგზარ ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის პირდაპირ ეთერში ნუგზარ წეკვაური საუბრობდა ბატონ გიგი მე მინდა ბოლოს შეკითხვა დავსვა ბატონ გიგი რა უნდა გააკეთოს მედია საბჭომ უნდა განიხილოს საფუძვლიანად ეს საკითხი თუ როგორ იქნება მედია საბჭო რას გააკეთოს მოდი ვილაპარაკოთ ნუ ისე ყოველთვის პრობლემები მით უმეტეს როდესაც ესეთი ვითარება როგორც თუ არის თავით აქცენტებში და რაზე ლაპარაკობ ეხლა ის რომ საქართველოში მედიას ხავს კერძო მფლობელები რომლის პოლიტიკური სიმპათიები ჩამოყალიბებულია ეს პრობლემა იყო რა ვიცი შარშან წინ წელს გაზაფხულზე ანუ ეს მართლა იყო პრობლემა ეს პრობლემა იყო მაშინაც როდესაც ჩვენ მედია საბჭოს ვაყალიბებდით მაშინ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ სამწუხაროდ ძალიან ცოტა ბატონ ლაშა მაშინ არ დაგვეთანხმდა მედია საბჭოს დამფუძნებელი არ გახდა და არ შემოვიდა მედია საბჭოში ეს მაშინ მართლა იყო პრობლემა და ჩვენ რომ მაშინ ამაზე გველაპარაკა და ამაზე გვემსჯელა სერიოზულად შეიძლება ამ მდგომარეობამდე არ თვითონ დღეს და ეხლა რა შეაქვს საქმე კონკრეტულად ტელევიზია არის ბიზნესი. ამავე დროს ტელევიზია არის კარგი იარაღი პოლიტიკურ ბრძოლაში. შესაბამისად, ვერ იპოვი, აი მე რო ვთქვი, ლაშა შე რო ვთქვი, რომ ესა მერდოკმა რო იყიდოს დაუჭერა. არ დაუჭერებს მერდოქსაც იმ პირობებში, რა პირობებში საქართველოში მოძრაობს მედია სივრცე. და ძალიან მარტივი რაღაცაა. იმიტომაც არ დაუჭერებს, რომ საქართველოში არსებობს რეგულაცია, რომელიც რედაქციულ თავისუფლებას იცავს და რომელიც იცავს ჟურნალისტურ თავისუფლებას. უბრალოდ არ არის. ეს რაც შეეხება დავუშვათ იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში არის. არ აქვს მნიშვნელობა, მერდოკი იყიდეს, თუ თვითონ ჩამოფრენილი ანგელოზი. კონკრეტულად ეს ტელევიზია თუ არ იქნება ეთიკური კოდექსი დაცული და ეს ეთიკური კოდექსი არ იქნება ლეგიტიმირებული სახელმწიფო ორგანოების ერთი მხრიდან სახელმწიფო სხეულების ერთი მხრიდან და ჟურნალისტური საზოგადოების მეოთხე არაფერი არ გამომავშვა ისევ ჩვენ გვექნება მიკერძოებული ტელევიზია ანუ პრობლემა ამ შემთხვევაში ის არის რომ პოლიტიკური ბრძოლის და ჩარევის იარაღიდან ტელევიზიები უნდა გახდნენ ისევ ბიზნესი ეს არის ის პრობლემა რომელიც იყო 20 წლის წინ რომელიც იყო 1 წლის მაგრამ დღეს პრობლემა არის სხვა დღეს რასაც ჩვენ უყურებთ პრობლემა არის შემდეგი რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ
ტელევიზია არ გადაიქცეს სახელმწიფო გატრიალების იარაღად. ამაზე რა უნდა გავაკეთოთ რომ გახდეს ტელევიზია ბიზნესი და არ გადაიქცეს ვიღაც პოლიტიკური იარაღი. აი, თუნდაც საუბარია იმაზე, რომ მერდოქს გადაეცა მართვის უფლებით, იქ ვებგვერდზე არ არის მითითებული, რომ გადაეცა და ასე შემდეგ უამრავი პრობლემა. ისიც რა ბატონო იგისთვის არ არის დამაჯერებელი თუ მერდოკი იქნება მესაკუთრე და დამაჯერებელია გაუგებარი კომპანია, რომელიც პატრონი არ ვიცით და რომელიც აკონტროლებს დიგნაციის ქართული და ამაზეც იქნება ისაუბროთ. თქვენ სამწუხაროდ როგორც თქვენ სამწუხაროდ ისევ ესე იგი ხოლმე ნაწილი აღიქვით მე რა კი მე ოფშორი ახსენეთ ოფშორი უნდა გახსენებია ხო ხინდა ძალიან მნიშვნელოვანია რა უკაცრავად რა მე უკვე ისევ როგორც თქვენ გაზეთში ხშირად აკეთებთ ისევ ჭორის გავრცელებას აკეთებთ ჩვენ გაზეთში არ ვახსენებ თქვენ ძალიან არ გიყვართ ბატონ გიგი კრიტიკა არა უკაცრავად ძალიან არ გიყვართ კრიტიკა რომელიც ძალიან უხვად არის თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებული და აი ეს არის პრობლემა თქვენ გაზეთში ერთი წუთი მე ვთქვი რომ ჩემთვის საამაყოს ძალიან კარგი მე ვთქვი რომ საქართველოში არ არსებობს მედია რეგულაციები რომელიც იცავს ნებისმიერ ტელევიზიას როგორ ტელევიზიას ის არ უნდა იყოს მისი პოლიტიკური იარაღად გამოყენებისგან ამიტომ თუ გინდა მერდოკი იყოს თუ გინდა სიდან ჩამოფრენი ანგელოზი თუ გინდა როგორც თქვენ თქვით ვიღაცა ოფშორში დარეგისტრირებული ეს არანაირი გარანტია არ არის არც ერთი საცმელოს ანუ საქართველოში არის ვითარება როცა ტელევიზიები შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიგრძნობის იარაღად, მაგრამ ეს არის გუშინდელი პრობლემა. დღეს პრობლემა, რომელიც დგას და თქვენ ყველანაირად ცდილობთ რომ მას გვერდი აუაროთ, ამაზე არ ვილაპარაკოთ, დღეს არის პრობლემა შემდეგი. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტელევიზია არ იყოს პოლიტიკური გაატრიალებაში გამოყენებული როგორც იარაღი. პასუხი ფაქტობრივად შეიძლება. რა უნდა გავაკეთოთ? არა, არ გამოცემია. კი ბატონო, გაეცეთ პასუხი და როგორც ჩვევია, ისე იქცევა ამჯერადაც სამწუხაროდ. რატო თავისი აზრი უნდა მოახვიოს, სხვისი აზრი ნაკლებად საინტერესოა. მე იმას ვამბობდი, რომ რა თქმა უნდა, ნაწილობრივ დავეთანხმები ბატონ გიგის, უნდა არსებობდეს ესეთი რეგულაცია, მაგრამ მეორე მხრივ უნდა არსებობდეს საკუთრების დაცვის გარანტიების, რომელიც ამ ხელისუფლებამ სამწუხაროდ ვერ დაასაბუთა, ვერ დაამტკიცა და მისი საქმიანობა არის ამის საპირისპიროდ მიმართული. გაიხსენეთ რა მოხდა რევოლუციის შემდეგ ტელევიზიებთან დაკავშირებით, როგორ შეიცვალა შიგნით მესაკუთრები. მეცად გეტყვით, ერთი მინისტრი რომ მიდიოდა, აი მინისტრთან ერთად იცვლებოდა ხანდახან დირექტორები, მესაკუთრები და ასე შემდეგ. ეგ არის პრობლემა. ეგ არის პრობლემა. იცით რა, მე მინდა გითხრათ, რომ აუცილებელია ის რეგულირება ეთიკის კოდექსზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვესწრებოდი იმ შეხვედრებს, იმაჩნია მე მივიღებ მონაწილეობა, მზად ვარ ამ შეხვედრებშიც და სხვანაირადაც მივიღო მონაწილეობა, ნამდვილად საჭიროა ეს. მაგრამ მეორე მხრივ ისიც საჭიროა რომ დაცული იყოს მედიები და რატო ამბობ იცით არ არის გამორიცხული რომ ამ არჩევნებში სხვა ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში და მე ნამდვილად არ მინდა იგივე დაემართოს და ისევ ანალოგიურად შეიცვალოს თქვენ რო ბრძანებდით ხელისუფლების სადმე ასე ვთქვათ სიმპათიით განწყობილი მესაკუთრები ასეთივე ძალისმიერი თუ რაღაცა სხვა ბერკეტებით შეიცვალოს ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი ამიტომ მოდით ამ საკითხზეც ვიფიქროთ რომ საკუთრება იყოს დაცული მესაკუთრისგან იყოს დაცული გეთანხმებით მედია ასევე ჟურნალისტი უნდა იყოს დაცული რომ დამქირავებლისგანაც იმიტომ რომ პანჩურებით გაყრილი ჟურნალისტები მე ბევრი მინახავს რა მათ შორის იმ ტელევიზიებიდან სადაც ასე ვთქვათ ხელისუფლების ასე ვთქვათ სიმპათიები აშკარად იგრძნობა ამიტომ კომპლექსურად მივიღოთ გადაწყვეტილება ვიმსჯელოთ ამის შესახებ მე დარწმუნებული ვარ რომ არავის არ გვინდა გადატრიალებები და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა და ბატონ უგზას იმ საკითხში ნამდვილად ვეთანხმები რომ აბსოლუტურად მიუღებელია იარაღზე ყურება რაღაც მინისტრების ასე ვთქვათ წინასწარ დაგეგმა და როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის მე აქ მინდა ეს ძალიან კაფიოდ და მკვეთრად ვთქვა აბსოლუტურად მიუღებელია და დაუშვებელია ესეთი რაღაცების კეთება ეს არაფერი გასაკვირი არ არის მე მგონი გასაგებია და მე მგონი არც გეპარებათ ეჭვი რომ რომელიმე ჩვენთაგანს ეს მოგწონს და რაღაცა ამაზე არ არის საუბარი მაგრამ მოდით კომპლექსურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ კომპლექსურად გადავწყვიტოთ ეს საკითხები კომპლექსურად თუ შეიძლება
მაინც ბატონ ლუხას პასუხებელობას იმედი მჭირდება. მე ვიგულისხმე ის, რომ იმედი მჭირდება, მე მჭირდება ისეთი ტელეკომპანია, რომელსაც არ გააკონტროლებს ხელისუფლება და მისი კონტროლი იქ არ გავრცელდება. ამის ვიგულისხმე მე იმას იმედი ერქმევა თუ არ ვიცი რა ხდება. და მერდოკი არა, მაშინ კარგი იქნება ალბათ რაღაც ისეთი. აი, ვინც ხელისუფლება ან ვიღაცა მათი პოლიტიკური არაღებია. ვინ წავა როგორ იქნება თამაშები მაშინ კალმარგარდა იქცეს ტელევიზია დამაჯერებელი რაღაც რა უნდა გაკეთდეს ამისთვის ეს შეკითხვა გადაიქცეს ტელევიზია პოლიტიკური არაღაც რასაკვირველია ამ შემთხვევაში მფლობელი არ უნდა იყოს ესეთი რომელსაც გააჩნია პოლიტიკური ინტერესები გარდა ამისა მინდა ვთქვა რომ 7 ნოემბერი შესაძლოა 7 ნოემბრის შემდეგ შეცვლილი არის საერთო სურათი ტელევიზიებში მთლიანი ინფორმაცია არის უფრო მეტად დაბალანსებული ვიდრე ეს იყო 7 ნოემბრამდე. მე მინდა რომ 7 ნოემბერი ეს ყველაზე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დღე იქცეს რაღაც პოზიტიური შინაარსი შეიძინოს და შემდეგში გახდეს იმის საფუძველი რომ ეს გაგრძელდეს ეს პოზიტიური და დადებითი ტენდენცია რომელიც დღეს არის ტელევიზიებში. ეს არის თითოეულ ჟურნალისტზე ყოველ თქვენთაგანზე დამოკიდებული, რამდენად შენარჩუნდება ეს ბალანსი, რამდენად მოინდომებთ ყოველ თქვენთაგანი, რომ თუ კი კრიტიკული მეც, მაგრამ მე ტელევიზიაში არ მუშაობ და ახლა ტელევიზიებზე ვსაუბრობთ. ესე საინტერესოა პრობლემები მარტო ტელევიზიაშია თუ სხვა არა, საშუალებია ინსტრუმენტიაში საშუალებს ძალიან ბევრი პრობლემა და ასევე რადიოში ყველგან არის. მაგრამ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ სატელევიზიო მედიაზე. ჯერი არაღი ტელევიზია. ეხლა ჩურს დაგვიყვანს ეს თემა, არ ვიცი, არ მომისმენია ეს მისი მუქ არა. ამიტომ ჩემი სურვილი არის, რომ გამოვიყენოთ ეს შანსი და მთლიანად ჩვენს ხელში, ჩვენს პასუხისმგებლობაზე უნდა იყოს ის, რამდენად მიუკერძოებლები, რამდენად ობიექტურები ვიქნებით, რამდენად თავისუფლები ვიქნებით ჩვენს არჩევანში და მე აღარ მინდა ვნახო ის, რასაც უყურებდი 3 წლის განმავლობაში, როდესაც ტელევიზიიდან ტელევიზიაში გადადიოდნენ ჟურნალისტები და ძალიან ოპოზიციური ჟურნალისტები უცებ ხდებოდნენ ძალიან ხელისუფლების სადაც მიდიოდნენ იქაურ სიმღერას მღეროდნენ. ეს ასეთი უპრინციპო, კონფორმისტი, შემგუებელი ჟურნალისტები აღარ მინდა რომ ვნახო. მე მინდა პრინციპული, საკუთარ ძალებში და პროფესიონალებში დარწმუნებული, დამოუკიდებელი ჟურნალისტები. ვოტაკ. კი ბატონო, რა ვიცი, მე ისეთი აზრები იყო რომ რა თქმა უნდა ამ უკრიფავდი რაღაც საერთოდ გავაკეთებდი რა თქმა უნდა ვეთანხმები მოსაზრებას უკარკვევი რეგულაცია ეგ თავისთავად საჭირო არის იმიტომ ყოველგვარს ვარს გადაცდა ძალიან ბევრი რამ ისეთი არის ეთერში რომ უბრალოდ აი რა ვიცი უხერხულია რაღაც ყურებაც კი იმიტომ ზღვარი არ აქვს არაფერს იმიტომ გარჩევა არაფრის არ ხდება აბსოლუტურად ტყუილის მართალიზმი ბინებას რა ვიცი საერთოდ რაღაც ისეთი ქმედებები არა ამას შევეშვა არის ერთი რაღაცა ისე თავარია მე მაინც ეს რა თქმა უნდა ეს პრობლემა არსებობს და იქ გადასაჭრელი არის და ეს ისე ჟურნალისტები და ყველა თითოეული ჩვენთაგანის რა თქმა უნდა რომ ქვეყანაში ესეც იყოს უნდა იყოს ეს რომ ვიყოთ ნარჩვიდან ჩავთოთ ტელევიზორი გადავთოთ გამოვთოთ დასკვნა გავაკეთოთ და წავიდეთ არჩევნებზე იქნება თუ საერთოდ ქუჩაში გამოვიდეთ ვიყოთ ბედნიერები და ამის საშუალება მოგცეთ და რა თქმა უნდა მიხსენებ არის ერთი მომენტი მე მაინც მინდა ვთქვა რომ ის რაც დღესდღეობით ხდებოდა ის საფრთხე რაც იყო და ყველანი ვაღიარებთ ამას და მე ყველანი შეთანხმებულები ვართ ამაზე ეს რა თქმა უნდა აი მინია ვთქვა რომ მე მგონი ამ ეტაპზე არის თავი რამ რომ ტელევიზია არ უნდა იყოს ისეთი ადამიანის ხელში რომელსაც აქვს იმედი რომ მოვა გასროლით რომელსაც აქვს ძალიან ბევრი მილიარდი და აქვს ბექგრაუნდი გარკვეული რუსეთში ეს ყველაზე ისეთი მძაფრი რაც შეიძლება გამოვლინება ყოფილიყო ეს რა თქმა უნდა ასე თუ ისე განეიტრალებული მე მგონი არის. თუ რაც შეეხება პოზიციას, რა თქმა უნდა, რომ ფლობელის გარკვეული რაღაც პოზიცია ყოველთვის იგრძნობოდეს იქნება ტელევიზიაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეგ გარკვეულწილად იქნება. ხა მე არ მჯერა. საჭირო არ იგრძნობოდეს. ხო, რა თქმა უნდა, ხა ეს რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გარკვეულწილად ხა არავინ არ დაიწყებს თავის პლობელის გინებას, თუმცა ჩვენ ფაქტის წინაშე გავართ, რომ მართლა ამდენი წლის მანძილზე არასდროს მსგავსი არაფერი პადრი პაკტაშვილის მიმართ იმედის აღზე არ ყოფილა, თუმცა დღეს უკვე ხედავთ იმას, რომ 6 ადამიანი წამოვიდა იქიდან ზუსტად ამ პროტესტით და ის 500 ადამიანი, რომელიც იქ არის, ალბათ გიორგი თარგამაძის გარდა
შეიძლება ვინმე იყოს არ მინდა არავინ ახსოვო გიორგი თანგამაძე ნამდვილად ვიცი აღიზიარებს ამ მოსაზრებას არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ახლა და ისინიც თვლიან რომ მათ მუშაობას მათ შრომას მათ პროფესიონალიზმს მეტნაკლებად რომელიც როგორ იყენებდნენ ძალიან ხოროტად ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მოკლე პასუხი მაქვს დღეს კი ვთქვი კომენტარებში მაგრამ პირველად დახურა იმედი ხელისუფლებამ და მეორეჯერ დახურა იმედი ბადრი პატარკაცის ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის მე შეგახსენებ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ნინია კაკაბაძე ლაშა ტუღუში გიგი თევზაძე გია ჭანტურია და ასევე ჩაგვერთო ნუგზარ ციკლაური მე უკვე მეორედ მიწევს ამ სიტყვებით არჩევანის დასრულება იმედი მალე დაბრუნდება ნახვამდის